გამარჯობა მეგობრებო. დღეს გისაუბრებით მათემატიკაზე, ალბათობაზე და ფინანსურ ბაზრებზე. წარმოიდგინეთ, ლაგოდეხში ყიდულობთ ვაშლს და შემდეგ ყიდით თბილისში. თქვენი შანსი არის 50-50-თან ეს ნიშნავს ან მოიგებთ, ან წააგებთ. მოდი ვთქვათ ასე. 10-5-დან 5 თქვენ გაყიდეთ თითოეული პლუს 2 ლარი. შემდეგი 5-5-დან თითოეული მინუს 1 ლარი. რა შედეგი დადგა საბოლოოდ? პლუს 10 ლარი, მინუს 5 ლარი. ჯამში პლუს 5 ლარი. ფინანსური ბაზრებიც ანალოგიური პრინციპით მუშაობს. თუ თქვენ გააქვთ 50-50-თან სტრატეგია, მაგრამ რისკ მენეჯმენტი ეს მართვას ახორციელებთ ძალიან სწორად, მაშინ თქვენი შედეგი შეიძლება იყოს პლუსში, ანუ დადებითი. ამ ვიდეოში არ იყო განხილული საინვესტიციო რჩევები, ამ ვიდეოში განხილული თემები ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს. წარმატებებს გისურვებთ.